მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, როგორც ჩემი ზვიადი იყო და ყიჟინა გავაგონოთ ქვეყანას, ყიჟინა! ამ საკითხში ძალიან მიკერძოებული ვარ და უნდა მაპატიოთ. დღეს საპროტესტოზე უფრო საზეიმო აქცია გვაქვს ჩვენ. ჩვენ ვზეიმობთ ამერიკასთან ძალიან მაღალი დონის სტრატეგიულ პარტნიორობას და ამის საფუძველზე მიღებულ ყველაზე მაღალი საკანონმდებლო აქტის არსებობას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს. მეგობარ აქტს გაუმარჯოს! ამავდროულად მოსული ვართ იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უთხრათ უდიდესი მადლობა იმისათვის, რომ ათეულობით წელია გვერდში გვიდგათ და საბჭოთა ჭაობიდან თუ ამოვედით, დღეს თუ რაღაც ფორმით ქვეყანას გავართ, დღეს თუ წუნკეში არა ვართ, დღეს თუ ჯანდაცვა გვაქვს, თავდაცვა გვაქვს, უსაფრთხოება გვაქვს და რაც თუ რამე გაგვაჩნია, დენი, წყალი, ქალაქებში, არ ვიცი, 24 საათიანი განათება, 24 საათიანი წყალი. ეს ამერიკული პროგრამების დამსახურებაა და ვინც ამას თვალს არ გაუსწორებს და იტყვის, რომ ამერიკამ რა გააკეთა, ის არის მავნებელი ამ ქვეყნის. მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ უსაფრთხოებას იცავენ. მადლობა იმისათვის, რომ ჩვენს ეკონომიკას ამაგრებენ. მადლობა იმისათვის, რომ პროგრამებს აფინანსებენ. თავდაცვის პროგრამას განსაკუთრებით, პოლიციის პროგრამებს აფინანსებენ. დარწმუნებული ვარ, რომ შემწყდარ იყო მათი მხარდაჭერა. ჩვენ ისევ ბინძურ ჭაობში აღმოჩნდებოდით საბჭოთა დროინდელში. რუსეთის გუბერნიობა საშინელებაა დამიჯერეთ და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას არავინ ამ ქვეყანაში. არც ჯარისკაცმა, არც პოლიციელმა, არც მერმა, არც მინისტრმა, არც პრემიერ-მინისტრმა, რომ ეს ქვეყანა რუსეთში წავიდეს. მე დე-ფაქტოზე ვსაუბრობ ჯერჯერობით. მალე გვეყოლება ლეგიტიმური ორგანოები ამ ქვეყანას აუცილებლად. ჩემო ძვირფასებო, დიდი მადლობა ამერიკის შეერთს, დიდი მადლობა ამერიკის პრეზიდენტს, დიდი მადლობა ამერიკის კონგრესს, სენატს, დიდი მადლობა ჯო უილსონს, ჩვენს უდიდეს მეგობარს. და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ქვეყანა არ გახდება არასოდეს რუსეთის. მეგობარი აქტი ამბობს და ის არის ჩვენი ერთადერთი გადარჩენა, რომ ვინც ამ ქვეყანაში გავლენების მოპოვებას დაიწყებს, ირანი, ჩინეთი, რუსეთი, ყველა დასანქცირდება, ვინც მათთან ითანამშრომლებს. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის აქტი. აქ არ არის განსაზღვრული რომელიმე კერძო ფიგურები. ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებენ, ეტაპობრივად ყველას მიმართ გავრცელდება ეგ. დღეს თუ სიაში არ არის და ხვალ თუ ამ მიმართულებით იმუშავებს, აუცილებლად ამ სიაში მოხვდება. სიაში მოხვდებიან ოლიგარქის ოჯახი, ოლიგარქის ბიზნეს პარტნიორები, ოლიგარქის მინისტრები, მერები, ჩინოვნიკები. ყველა იქნება ამ სიაში, ვინც ძილგამომთხრელურ საქმიანობას ეწევა ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. მადლობა თქვენ, რომ არსებობთ, მადლობა ჩვენს ქვეყანას, მადლობა ჩვენსა და ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას. ამავდროულად მინდა დასასრულს დავაანონსო ახალი აქცია ერთობის ზეგიდით ისევ 18 მაის 15 საათზე გვექნება საბურთალოს მარში. შევიკრიბებით პეტროს სამედიცინო უნივერსიტეტთან მარშით მივალთ სპეციალური საგამოძიებო სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ბევრი დაგვაქვს სათქმელი მათთვის. გაუმარჯოს, ერთიან, თავისუფალ